პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო და მმართველი გუნდის მორიგი კრიტიკა. ვის პოლიტიკურ ინტერესებშია პრეზიდენტ მარგველაშვილთან ჭიდილი? კვირიკაშვილი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი თუ ნომინალური პოლიტიკური ლიდერი? რატომ არ აქტიურობს პრემიერ-მინისტრი? ახალი ეტაპი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. მოითხოვს თუ არა ოფიციალური თბილისი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას და როგორი იქნება შედეგი? დღეს განსაკუთრებულ თვალსაზრისში გია ხუხაშვილთან ერთად. Ბადნოგია პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს და საარჩევნო კოდექსს დაადო ვეტო და მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტი გადაუგზავნა პარლამენტს. Რამდენად მოსალოდნელია, რომ მმართველი გუნდი გაითვალისწინებს ამ შენიშვნებს და რამდენად მოსალოდნელია, რომ მოხდება, ასე ვთქვათ, რაღაცა გარკვეულ კონსენსუსამდე მისვლა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თავად გუნდში არ არის ერთიანი განწყობა, ამასთან დაკავშირებით გუნდის ნაწილი ხისტად აცხადებს, რომ ისინი არ გაითვალისწინებენ შენიშვნებს და დაძლევენ ვეტოს. გუნდის ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა გაითვალისწინონ პრეზიდენტის რჩევები და შეთავაზებები. მე არ მგონია, მე ვფიქრობ, რომ ვეტოს დაძლევენ, იმიტომ რომ ჩვენ დღეს სამწუხაროდ ხელისუფლებაში მივიღეთ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებენ პოლიტიკურ ინტერესს. და რა არის ამ გუნდის პოლიტიკური ინტერესი? ამ გუნდის პოლიტიკური ინტერესია, რომ ეჭიდაონ პრეზიდენტს და ესე რომ ვთქვათ, მისი ნებისმიერი ნათქვამი უარყონ, რაც არ უნდა სიმართლეს ამბობდეს და გადალახონ და მოერიონ, ესე რომ ვთქვათ. ხო და ამის პრეცედენტი არაერთხელ გვინახავს, ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტის რამდენიმე ვეტო, როდესაც რაღაც პერიოდის შემდეგ, მაშინ გადალახეს ვეტო იმ ოპერატიულ ნაწილში, პოლიტიკურ ნაწილში და რამდენიმე თვის შემდეგ დაუბრუნდნენ და თვითონვე აღიარეს, რომ იყო შეცდომა. იგივე გაგახსენებთ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოტანის თაობაზე პრეზიდენტმა დაადო ვეტო, მაშინაც ლამის მოღალატე ეძახეს პრეზიდენტს, გადალახეს ვეტო და რამდენიმე თვის შემდეგ თვითონ დაუბრუნდნენ ამ საკითხს და ზედამხედველობის სამსახური დააბრუნეს ისე უკან თავის ესე რომ ვთქვათ სწორ და ინსტიტუციურად გამართულ ადგილას. გარდა ამისა იყო აგრეთვე ვეტოს გადალახვები, რომლებსაც შეექმნა პრობლემები შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოში, იგივე მოსმენების კანონმდებლობასთან დაკავშირებით გვახსოვს. და მე რაღაცნაირად ისევ გვერდისავლით რაღაცები გააკეთეს. ხო, ეს არის დამახასიათებელი არა მხოლოდ ამ ხელისუფლებების, არამედ საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველა ხელისუფლებისთვის ესე იყო, რომ საკუთარი ტყავის, საკუთარი ვიწრო პარტიული პოლიტიკური ინტერესი უფრო მაღლა დგებოდა, ვიდრე სახელმწიფოებრივი ინტერესები. მე არ მესმის რატომ არის ახლა პრეზიდენტის დაჩაგვრა თუნდაც პოლიტიკური ინტერესი, ხო, იმიტომ რომ ეს უგუნურებაა, მაგრამ თვითონ ესე თვლიან, რომ პრეზიდენტზე მაგრები რო არიან, ეს უნდა აჩვენონ თუ ლოგიკურ პოლიტიკურ რიტორიკაში ვერა ძალისმიერად მაინც. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი ფაქტორია, დაპირისპირება რომელიც არის მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის პიროვნული ფაქტორი, ასე ვთქვათ, თუ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არანაირ დათმობას არ აპირებს? ხელისუფლება არაპირებს, რეალურად მოდით ესე ვთქვათ, ხო, მათ აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, ისინი არ არიან მზად, რომ სისტემურად შეცვალონ რაღაცა ამ კუთხით ბუნებრივია. ისინი მზად არიან, რომ რაღაც ძვლები გადაუყარონ, ესე რომ ვთქვათ, ოპოზიციას და რაღაცნაირად ამით დაადუმონ და ვირტუალური რაღაც კონსენსუსის იმიტაცია შექმნან საზოგადოებაში. ეხლა რაც შეეხება სისტემურ ცვლილებებს თვითონ საარჩევნო პროცესში და ეს მულტიპარტიული დემოკრატიისკენ წინსვლას მხედველობაში მაქვს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, ხო? ამისთვის როგორც ჩანს ხელისუფლება არ არის მზად. და არ არის მზად ერთ-ერთი მიზეზით, რომ ის ვერ ელევა ძალაუფლებას და ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ გარანტად ისინი თვლიან ამ მაჟორიტარული კასტის შენარჩუნებას. ეს არ არის პოლიტიკური ძალა, მე კასტა შემთხვევით არ უწოდე, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან იმის მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში, ხო? და ეს კასტა ყველა ხელისუფლებისთვის ხდება უნივერსალური იარაღი იმისა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. და ამ კასტის ესე რომ ვთქვათ მოშორება, დროდადრო ხდება ხოლმე რევოლუციური მეთოდებით, სერიოზული პოლიტიკური კრიზისის ფაზაში, მაგრამ ეს ადამიანებს აქვთ ძალიან კარგი უნარი, რომ ახალი ხელისუფლებებისაც გახდნენ საჭირო ბრჭყალებში
მიეტმასნონ და ესე რომ ვთქვათ გარყვნენ. აი პროცესს ვაკვირდებით ახლა ჩვენ. ბატონო, თქვენ აღნიშნეთ, ჩვენს გვახსოვს პრეზიდენტის ვეტო, რომელიც შემდეგ პრინციპში უკან წაღება მოუწია მმართველ გუნდს აი ამ ვეტოსი. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა, რომ იგივე განმეორდეს თუნდაც აი ამ საარჩევნო კოდექსთან და თვითმმართველობის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით. შესაძლებელია თუ არა მომავალში რომ თქვათ შეცვლა მოუწიოს ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში მოხდება ამის შეცვლა, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ჩვენ დავადექით, ანუ სტრატეგია რა არის თვითმმართველობის კუთხით ქვეყანაში. სტრატეგიაა, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება ადგილებზე, ხო? ანუ თვითმმართველობის განვითარება სტრატეგია და განვითარების ნაცვლად ახლა უკუსვლა, ანუ უკან ნაბიჯის გადადგმა და ბუნებრივია, როდესაც შენ თვითმმართველ ქალაქებს აუქმებ, ხო ამით თვითმმართველობას ასუსტებ. ნუ ეს თავისთავად ცხადია. და აქედან გამომდინარე, ეს ტაქტიკა პოლიტიკური ხელისუფლების წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოებრივ სტრატეგიასთან და ბუნებრივია, ახლა როგორც კი ან ხელისუფლება შეიცვლება, ან ხელისუფლების შიგნით კონიუნქტურა შეიცვლება, ისევ მოხდება ამ საკითხების გადახედვა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგივე ეს აი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი აკნინებს საერთოდ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, თვითმმართველობას, ქვეყნის განვითარების პროცესს და ასევე ის აცხადებს, მაგ განაცხადა, რომ ეს ხელშეუშლის აი ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ახლა მომავალში თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას? ნუ ამას ვიზიარებ, იმიტომ რომ საარჩევნო კოდექსთან ბმაშია ეს ყველაფერი, ხო? საარჩევნო კოდექსში მე ხა ზუსტად დეტალები არ ვიცი, მაგრამ რამდენად იდეა რაშია, რომ კვალიფიციური პარტიების კვოტები საარჩევნო კომისიებში თითქოს აღარ იქნება ასახული, ხო? ამ ადგილობრივი არჩევნების შედეგად, რაც პრინციპი კიდევ ერთხელ, ესე რომ ვთქვათ, ხელისუფლებას აძლევს უკვე კომისიებში გადამწყვეტ უპირატესობას. რაც აგრეთვე ძალიან სახიფათო ქმედება. ასე რომ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტრატეგიას, სახელმწიფოებრივ სტრატეგიას ეწინააღმდეგება ის ნაბიჯები, ანუ მის საწინააღმდეგო მიმართულებით მედის, რასაც აკეთებს დღეს ხელისუფლება, მათი არგუმენტაცია არის, ნუ სასაცილო მარტივად რო ვთქვათ, რაღაც ხარჯებზეა ლაპარაკი, ხო? და შესაბამისად ეს ძალიან სამწუხაროა და ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად გადაიხედება და იმ არსებულ სახელმწიფოებრივ სტრატეგიას დაუბრუნდება პროცესი. საერთოდ ხარჯებით არ ითვლება თვითმმართველობა, იმიტომ რომ თუ ეფექტურობა არის მაღალი, ხო, იმდენი ეკონომია კეთდება, რომ იმ რამდენი მილიონ ლარზე ლაპარაკიც კი არ არის. და თუ სისტემა არ არის სწორად დალაგებული, მაშინ შეიძლება პირდაპირ ხარჯები არ ჩანდეს, მაგრამ უღაირათო ხარჯვით ათეულობით მილიონი ზარალი მიიღოს საბოლოო ჯამში. ბატონო, ამ ეტაპზე სურათი ასეთია, რომ მმართველი გუნდი ძალიან მკვეთრად აკრიტიკებს პრეზიდენტს, მას ადანაშაულებს იმაში, რომ ხელს უშლიან ამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. არის გუნდში ხალხი, რომლებიც შედარებით უფრო რბილად გამოთქვამენ მოსაზრებას და აცხადებენ, რომ შესაძლებელია რაღაცა გარკვეული მოლაპარაკებები, გარკვეული, თქვათ, მოსაზრებების გაზიარება. რაზე მიათითებს ეს, რომ გუნდში არ არის ერთიანი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუ თქვათ რაღაცა გარკვეული ნაწილი ცდილობს, რომ აიღოს, თქვათ, ლიდერობა ამ პროცესში? არ ამგონია იცით, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ნაწილს უბრალოდ არ უნდა ზედმეტი დაპირისპირება და ზედმეტი თავის ტკივილი. ხო, ეხლა პარლამენტის თავმჯდომარე მაიღო ეხლა პრეზიდენტის ლანძღვაგინება თავის თავზე და ეხლა თუ ადამიანს მაინც არ მოთხოვეს, რომ გამოდი და ხმამაღლა შეაგინე პრეზიდენტს, ხო, რატო უნდა შეაგინოს? ხო, ლოგიკა ესეთი. ანუ ისინი უბრალოდ ფთხილობენ და მეტი არაფერი. ეხლა მათი ინტერესის სფეროს ეს იწილო სცილდება ამ შემთხვევაში. სხვა სისტემურ პრობლემას რო შიგნით რაღაცა პროცესი მიდის და წინააღმდეგობებია, მე სკეპტიკურად ვუყურებ. იქ არავინ არ არის საერთოდ, იქ არ არსებობენ მხარეები. რა თქმა უნდა, იქ არის პატარა ადამიანებს შორის რაღაც ინტრიგები, რაღაც ჯგუფები, რაღაცებს ჩალიჩობენ ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ნუ ეს სახელმწიფოებრივად ეს არის საინტერესო, ეს არის პატარა ადამიანების თავის ბოსტანში რაღაცა ესე რომ ვთქვათ მოძრაობის მცდელობები და მეტი არაფერი. მოსალოდნელია თუ არა, რომ ამ პროცესებში ჩაერიოს პრემიერი კვირიკაშვილი, იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის, რომ ამ პროცესებს ლიდერობს პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე. ხო, ნუ ეს არის აბსოლუტურად არალოგიკური. ხო, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური კვალიფიკაცია არ არსებობს ქართულ ოცნებაში. საქმე იმაში გახლავთ, რომ კონსენსუსის
მოთხოვნა არის არა მხოლოდ ეხლა მარტო პრეზიდენტზე ხო არა ლაპარაკი ხო კონსენსუსის მოთხოვნა ეს არის საერთო საზოგადოებრივი მოთხოვნა და პლუს ვენეციის კომისიის და არა მხოლოდ ვენეციის კომისიის მთელი დასავლეთის მოთხოვნაა რომ რაღაც ფართო კონსენსუსით იქნეს ეს დოკუმენტი მიღებული. ამ ფონზე თუ ჩვენ უნდა ვისაუბროთ კონსენსუსზე ირაკლი კობახიძე უკვე არარელევანტური ფიგურაა აბსოლუტურად. რატომ? იმიტომ რომ მან ჩააგდო ეს პროცესი. ხო ჩიხში შეიყვანა ფაქტობრივად. საერთო სახალხო განხილვაზე ყველას ელაპარაკებოდა ერთ თემაზე და საბოლოო ჯამში პარლამენტში იქნებს სხვა რაღაცა მიღებული. შესაბამისად მისდამინდობა მოლაპარაკებებზე მეორე მხარეს ბუნებრივია რომ არ შეიძლება კონდეს, იმიტომ რომ მინიმუმ ეს ადამიანი არ არის გადაწყვეტილების მიღების უნარიანი, იმიტომ რომ მასთან შეთანხმება ხდება შეუძლებელი. შეიძლება ერთ რამე შეგითანხმდეს და წავიდეს და სხვა რაღაცა გააკეთოს. აქედან გამომდინარე მომლაპარაკებელი თუ ჩვენ კონსენსუსზე ვსაუბრობთ, ხელისუფლების მხრიდან უნდა გამოიცვალოს. ეხლა იდეაში რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და რაც თავარია პარტიის თავმჯდომარე ქართული ოცნების, ხო? ეხლა ეს აღარავის აღარ ახსოვს. იმდენად აპოლიტიკურია ეს ადამიანი, რომ პარტიის თავმჯდომარეა, ყველას დაავიწყდა და თვითონ პარტიაშიც მე მგონი, ხო? და ეს იქნებოდა სწორი, მაგრამ სამწუხაროდ კვირიკაშვილი ნომინალურია როგორც პოლიტიკური ლიდერი, ნომინალურია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი, ის რეალურად არაფერს არ აკონტროლებს, არავინ მას არაფერს არ ეკითხება და თვითონაც არ უნდა ეს პოლიტიკა. ის თავის ქმედებები თავის არ მინდა რა. პოლიტიკა არ მაინტერესებს. მე მივხედავ ეგერ წავალ იქ რაღაცას ვიტყვი, ცხოვრება მშვენიერია. ქართველებს გვიყვარდეს ერთმანეთი. სადაგრძელოს დავლევ. რაღაცას ვიტყვი, გამოჩნდები, კარკოსტუმს ჩავიცმე, ვიღაცას ხელს ჩამოვართო. ეს აკმაყოფილებს. ანუ ამ საჭადროგო დაფაზე მას არ უნდა დაწინაურება, ხო? ის მე ვარ პაიკი და კომფორტულად გრძნობს პაიკის როლში თავს და ეხლა რა ვქნათ, რა უნდა ვუყოთ ამ კაცს, ვერაფერს ვერ უზამთ. თუმცა მომლაპარაკებელი გამოსაცვლელია ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე არის ძალიან ცუდი მომლაპარაკებელი. დესტრუქციული მომლაპარაკებელი მე ვიტყოდი. თქვენ აღნიშნავთ, რომ ის არის ცუდი მომლაპარაკებელი და რომ კობახიძე გამოსაცვლელია, თუმცა ამ ეტაპზე, აი ამ რეალობაში ის ხომ არ ცდილობს, რომ მოირგოს ლიდერის როლი და გახდეს. ეხლა ეს ძალიან სასაცილოა, ეხლა ის რა ცდილობს, ეს საერთოდ არის საინტერესო. ფაქტია, რომ მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა. ბატონო გია, რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ამ კვირაში გაიმართა მინისტერიალი და დიპლომატებს ირაკლი კობახიძემ გარკვეული ერთგვარი დავალება მისცა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება ეს ყოფილიყო გაგებული თქვა დიპლომატების მხრიდან და თქვენ როგორ შეაფასებთ თქვა აი იმ განცხადებებს, რომლითაც მიმართა ირაკლი კობახიძემ დიპლომატებს? მე ვფიქრობ, მან ძალიან მარტივად ის გავიდა თავის კომპეტენციის ფარგლებიდან და მან ფაქტობრივად სახელმწიფო მოხელეებს მიაყენა შეურაცხყოფა და აგიხსნით რატომ, იმიტომ რომ მას შეეძლო რა თქმა უნდა კონსტიტუციაზე ელაპარაკა და საქართველოს კონსტიტუციის პოპულარიზაციაზე იმ შემთხვევაში თუ კონსტიტუცია იქნებოდა მიღებული. მაგრამ კონსტიტუცია ჯერ არ არსებობს, ხო? არსებობს რაღაც პროექტი, პარტიის პროექტი, მოდით ესე ვთქვათ, რომლის მიღების პროცესი მინიმუმ დასრულებული არის. და რაც მთავარია, ჯერ კიდევ თვითონ ხელისუფლება საუბრობს რაღაც კომპრომისებზე და რაღაც შეიძლება იქიდე შეიცვალოს. ამ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად ერთი პარტიის პროექტის პოპულარიზაციაზე ესაუბრება პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს, ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ესე რომ ვთქვათ, ის ავალებს სახელმწიფო მოხელეებს იმუშაონ პარტიულ ინტერესზე. და ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა. აქ ორი აზრი არ არის, აქ ხაი რა არის, აქ საკამათო მე არ მესმის. აი იმ ფაქტის გათვალისწინებით, როდესაც ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არ არის კონსენსუსი, მცირე კონსენსუსიც კი არ არის და მხოლოდ არის ერთპარტიული მხარდაჭერა და ამ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აი ტარდება კარგი ცვლილებები და რაღაცა გარკვეული ძალები ცდილობენ ამ ცვლილებებს ხელი შეუშალონ და ამ კონტექსტში ასევე მოხსენიებული არის პრეზიდენტიც. ამაშია საქმე, პროცესი არ არის დასრულებული. მას ამის გაკეთება, კიდე თეორიულად შეიძლება მოეხდინა მას შემდეგ, რაც მესამე მოსმენითაც უყრიდან კენჭს და ეს უკვე გახდებოდა საქართველოს კონსტიტუცია. კი ბატონო, ამ შემთხვევაში მას შეიძლება ეს ელაპარაკა, რაც ეს თქვენ ამბობთ, მაგრამ ჯერ არ არსებობს კონსტიტუცია. შესაბამისად, ეს არის პარტიული დოკუმენტი და პარტიული დოკუმენტის ლობირება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან.
მაგრამ რაც თავარია ეს დიდი უგუნურებაა და აგიხსნით რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ელჩები ცუდი გამტარები არიან საქართველოს შიგა პოლიტიკის იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მოღვაწეობენ. იმიტომ რომ იმ ქვეყნებში ინფორმაცია საქართველოს შიგა თემებზე იღებენ არა ჩვენი ელჩების მეშვეობით, არამედ საკუთარი ელჩების მეშვეობით ჩვენ ქვეყანაში. აი ხა თქვენ წარმოიდგინეთ, ავიღოთ ნებისმიერი ლიტვის ელჩი ხა და ჩვენი ელჩი ლიტვაში, ხო? ხა ვის უსმენს იქაური ხელისუფლება, ან იქაური საზოგადოება? ვისგან იღებს ინფორმაციას და ვის ინფორმაციას ენდობა? ლიტვის ელჩს საქართველოში თუ ჩვენ ელჩს ლიტვაში. ამიტომ არის ეს უგუნურება, ანუ ეფექტიც ნულოვანია ამ ყველაფრის. ხა თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი ელჩები რო ჩავლენ და კობახიძემ კარგი კონსტიტუცია დაწერა, ვის უნდა ელაპარაკონ ამაზე? თქვენ როგორ ფიქრობთ, განცხადება რომელიც გააკეთა კობახიძემ, რომლითაც მიმართა მან ელჩებს, ვიზე იყო ეს გათვლილი, ანუ დავალება გულისხმობდა სამიზნე რა იყო და რა შედეგი შეიძლება თქვას ქონოდა მასზე? შედეგი 0-ია, მხოლოდ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი არაკომპეტენტურობა ამით, თორე შედეგი ნულოვანია. ეხლა რა შედეგი შეიძლება მოყვეს? ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ელჩი, რომელიც იმ ქვეყანაში დაიწყებს ლაპარაკს საქართველოს კონსტიტუციაზე. 99.9%-ს ბოდიში და ფეხებზე კიდია საქართველოს კონსტიტუცია იმ ქვეყნებში და იმ 0.1% ინფორმაციას იღებს საკუთარი ელჩიდან ჩვენ ქვეყანაში, ელჩისგან და იმას ენდობა და არა ჩვენ ელჩს, რომელიც იქ რაღაც კობახიძე კაი ბიჭია ვილაპარაკებს. კიდევ ერთი საკითხი, გასულ კვირაში გაიმართა თბილისში ქართული მარში, რომელსაც შემდეგ მოჰყვა საკმაოდ ესეთი მწვავე რეაქციები სოციალურ ქსელში, პოლიტიკური ძალების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და შემდეგ ასევე მოჰყვა საკმაოდ უხეში გამოხმაურება თვითონ ამ ქართული მარშის მონაწილეების. როგორ ფიქრობთ, განცხადებები, რომელიც გაკეთდა თავად აი ამ მარშზე, შემდეგ რომელიც გაკეთდა სოციალურ ქსელში, იგივე გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლის თათია დოლიძის მიმართ, რაზე მიანიშნებს ეს საზოგადოებაში, როგორი განწყობებია, რამდენად თქვათ იღებს საზოგადოება თავისუფალ აზრს, რამდენად თქვათ პატივს ცემს სხვის აზრს და რა საფრთხეების შემცველია ეს ყველაფერი? ეხლა ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებაში ეხლა არ დაბადებულა, ეს მუდმივად არის, ხო? ეხლა ჩვენთან ყველა შემთხვევაში გვაქვს ორ მონოლოგთან საქმე, დიალოგში ეს არ გადადის და ურთიერთპატივისცემაში არ გადადის. ესეთია ჩვენი სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური კულტურა, თუნდაც ჩვენი საზოგადოებრივი კულტურა, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი, ხო? თავარი გახლავთ ის, რომ აი ეს ორი აქცია, რომ 14-ში რაც გაიმართა, ორივე ლეგიტიმური იყო, მე თუ მკითხავთ და ორივეს სამიზნე, ანუ სტრატეგიული მიზანი იყო სახელმწიფო უსაფრთხოება. მე ვერ ვიტყვი, რომ აი ეს გაცხადებული მიზნები რაც ქონდა, მიზნების მოდით ესე ვთქვა, დიდი ნაწილი რაც ქართულ მარშს ქონდა, ჩემს მიუღებელია. არც მე არ მინდა არელეგალები და არც არავის არ უნდა ამ ქვეყანაში, ხო? არლეგალური ბიზნესები, მათ შორის ეს არავის არ უნდა არც ერთ ქვეყანაში. არავის არ უნდა, ხო, იქ მით უმეტეს რომ აი ამ ეგრეთ წოდებულ, საროსკიპოებს, მოდით ესე ვთქვათ რა, თამდევი ბიზნესებია, ნარკობიზნესი, იარაღით ვაჭრობა, ანუ ყველაფერი ამ კლუბებში ხდება, ყველაფერი უბედურება და არლეგალური რაც არის. და შესაბამისად ეს არის დანაშაულის მთელი ბუკეტის ესე რომ ვთქვათ ადგილი, ხო? და ამ საკითხისადმი პროტესტი გასაგებია. თუმცა ვექტორია გაუგებარი, იმიტომ რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის საზოგადოების საზრუნა. ეს არის ხელისუფლების გადასაწყვეტი და შესაბამისად ხელისუფლების მიმართ უნდა იყოს ეს პროტესტი მიმართული. შესაბამისად ეს აქცია უნდა გამართულიყო კანცელარიის წინ, ან რომელიმე ძალოვანი უწყების წინ, ხო? ეს იქნებოდა აბსოლუტურად გასაგები და ადეკვატური. იმიტომ რომ არ შეიძლება საზოგადოებამ თვითონ დაიწყოს ამ ტიპის პრობლემების გადაწყვეტა, იმიტომ რომ ამით კი არ დაიცვას ქვეყანა პირიქით პრობლემები შექმნას. და იმ დღეს სხვა შორის საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა იმ ყველაფერმა, არაფერი ინციდენტები არ ყოფილა, ძალიან ნორმალური იყო, თუ რაღაც ესე რომ ვთქვათ, ზოგიერთ განცხადებაზე ხარვეს არ შევხედავთ, მაგრამ ის რაც მოხდა ამის შემდეგ, ეს უკვე ძალიან შემაშფოთებელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შვილის ტოლა გოგონას რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მისი განცხადებები და მისი მოსაზრებები, ხო, ესეთ ტიპის შეურაცხყოფები, თვითონ იმ გოგოს ამით არაფერი არ აკლდება, თვითონ შენ გაკლებს, შენ გაკნინებს და ფაქტობრივად რა მოხდა? მოხდა ის, რომ თვითდისკრედიტაცია, თვითლიკვიდაცია მოახდინა, შეიძლება ითქვას, აი ამ ძალიან დიდი უსაქციელობით ჩემის აზრით.
და არც ბოდიშს მოხდეს არაპირებენ და ეს აბსოლუტურად გაუგებარია, იმიტომ რომ ვაჟკაცი კაცისთვის ბოდიშს მოხდა ეს ღირსების მიმცემია და არა ესე რომ ვთქვათ დამაკნინებელი. აი ესეთი გაგება არ არის სწორი. მეორე ეტაპზე კიდე შეტევა რომ აი ოსებს ხვდებოდა და რაღაცა ხო? ესეც აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ სახალხო დიპლომატია ფაქტობრივად ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რითაც ჩვენ შეგვიძლია კიდე ესე რომ ვთქვათ დავიტოვოთ გარკვეული პერსპექტივა ქვეყნის გამთლიანების. ოსებთან პირდაპირ კომუნიკაციით, აფხაზებთან პირდაპირ კომუნიკაციით, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩვენი მოსაზრებები, თუ ჩვენ დიალოგს ვახერხებთ, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. და აი ამის ტრანსფორმირება და იქ იმ კუთხით შეხედვა, რომ მოღალატეა ყველა, ვინც ოსს ელაპარაკება, თუნდაც მეომარს. და აფხაზს ხო? ეს არის პოლიტიკური უგუნურება და სიბეცე მეტი არაფერი, იმიტომ რომ ვინც ამას აკეთებს, ეს არის გმირი, როგორც იქიდან მხრიდან, ასევე აქედან მხრიდან. როდესაც ჩვენ შეგვიძლია რომ მიუხედავად პირადი ტრამვისა, ხო? პირადი ტრამვისა ჩვენ მოწინააღმდეგეს, რომელსაც გუშინ თოფით ხელში ვებწოდი ველაპარაკოთ, ხო? ეს ღირსებას გვმატებს და არა გვაკლებს. ფილმის ხოთაშორის რომლითაც ეს მხარე აპელირებდა და რომლის ნაწყვეტებით შემდეგ კიდო სოციალურ ქსელში სწორედ ამ ფილმში ამაზე ლაპარაკობს თათია დოლიძე, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალურად განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ქართული მხარის მიმართ, ქართული მხარის პოზიციების მიმართ და სწორედ მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ამათთან ლაპარაკია საჭირო. კი ბატონო, გასაგებია რომ ჩვენ ესე რომ ვთქვათ ჩვენ დაპირისპირებული მხარეები ვართ, მაგრამ ეს ამ დიალოგის შედეგი აუცილებლად პოზიტიური იქნება. ჩვენ თუ შეგვიძლია რომ ესე რომ ვთქვათ ომი დავივიწყოთ და მშვიდობიანად ვესაუბროთ ერთმანეთს, ხო? ადრე თუ გვიან ეს ადამიანური კომუნიკაცია გადადის ერთ დიდ შერიგებაში. და შერიგება კიდე თავისთავად არის საფუძველი სხვა პრობლემების გადაწყვეტის. ბატონო გია, კიდევ ერთი ხმაურიანი თემა მიმდინარე კვირის ემზარ-კვიციანმა გააკეთა სოციალურ ქსელში განცხადება და დაანონსა ვანო ჯავახიშვილის მკვლელობის თემა. ამაზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ყველა აზროვნებს თავისი ესე რომ ვთქვათ ვიწრო ხედვებით, ხო? ახლა კი ბატონო, ვიღაცამ შეიძლება ამას წაიკითხა და ლოგიკურია რაღაცა ესეთი ფარული მუქარა. ახლა ესეთი ადამიანები არიან ამ საზოგადოებაში, ხო? ახლა ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს არის მხოლოდ მუქარა და ბაქიბუქი და მეტი არაფერი. მაგრამ რაში შეიძლება დასჭირებოდა ემზარ-კვიციანს მსგავსი განცხადება? არ ვიცი, მე არ უყურებ ვანოს შოუ, შეიძლება პატრიოტთა ალიანსი ან ირმა ინაშვილზე ან პირადად კვიციანზე რამე სკეჩი ქონდა იქ და არ მოეწონათ ახლა. რამდენადაც ცნობილია, ისინი მუდმივად არიან ამ ვანოს შოუს. ხო, მით უმეტეს ესე იგი აყელში ამოვიდათ. ახლა ეს ვის უკვირს ახლა ამ ქვეყანაში. მთავარია რომ მუქარას არ გაცდეს ეს ყველაფერი და რაღაც რეალურ ქმედებებში არ გადავედეს. ბატონო გია, ამ კვირაში საქართველოში ჩამოსული იყო უკრაინის პრეზიდენტი, ეს იყო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის და ამ შეხვედრაზე მართალია ოფიციალურად ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა იმაზე ლაპარაკი, რომ შესაძლოა მოითხოვოს ქართულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება უკრაინული მხრისგან, თუმცა ეს კითხვა დაისვა ჟურნალისტების მხრიდან პოროშენკოს მიმართ. რამდენად მოსალოდნელია, რომ ქართულმა მხარემ მართლა დააყენოს სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი და თუ ეს განხორციელდა, თქვათ, რამდენად რისი მომცემი იქნება ქვეყნისთვის? ხო, ახლა პოლიტიკურად ეს არის თემა, რომელიც ორივე მხარესთვის წამგებიანია, ძალიან მარტივად რო ვთქვათ. ხო, ორივე მხარე ზარალდება პოროშენკო, იმიტომ რომ შენი მოქალაქის გადაცემა თან მოდით ესე ვთქვათ, ხო, რა ბრალდებები ჩვენ გვაქვს, ნანახი კონკრეტული ბრალდებები, ხო, ეს არ არის იმ სიმძიმის დანაშაული, რაზეც შეიძლება ეს რაღაცა გააკეთო და გამართლება უპოვა. აქედან გამომდინარე, პოროშენკოსთვის ეს იქნება პოლიტიკურად დამაზიანებელი, მაგრამ ჩვენთვის ბევრად უფრო მეტად დამაზიანებელი იქნება, იმიტომ რომ მიშა საქართველოში ციხეში, ხო, ეს არის მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო ამ ხელისუფლებისთვის. ეხლა მე იმედი მაქვს რომ მათ ესმით ეს, ხო? რეალურად ჩვენ ხელისუფლებას პოლიტიკურად ეს ჩვენ ხელისუფლება კარგი კი არ არის. ეს არის პრობლემა
პრობლემა, რომლის ესე რომ ვთქვათ, გადაწყვეტა მე ძალიან გაუჭირდებოდა. რატო შეიძლება ხა ამ ხელისუფლებას ჭირდებოდეს მიშა სააკაშვილი საქართველოს ციხე ჩემს გაუგებარია. პოლიტიკურად ეს მათთვის იქნება ძალიან დამაზიანებელი. განცხადებები, რომელიც გააკეთა იგივე პოროშენკომ ამ კითხვაზე პასუხისას და განცხადება, რომელიც გააკეთა იგივე წულუკიანმა მაგალითად, რამდენად მოსალოდნელია რომ მართლაც ქართულმა მხარემ დააყენოს მოთხოვნის საკითხი. არ ვიცი, ხა ერთის მხრივ იმიტაცია რომ ვაყენებ, ხო, ესეც გასაგებია, იმიტომ რომ არ ვაყენებ, მაშინ სხვა კითხვები ჩდება. ანუ ეს არის აი ესეთი თამაში, როდესაც მუდმივად ორივე მხრიდან ისმის ის რიტორიკა, რაც უნდა ისმოდეს. რაც არის სწორი ბწყალებში, რა თქმა უნდა, მაგრამ საკითხი არ წყდება, ხო? აი, ეს არის ჩემის აზრით ეს კლასიკური მოდელი ურთიერთობის ესეთი ტიპის საკითხებს. და ბოლოს ისევ საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრეზიდენტის ვეტოს რომ დავუბრუნდეთ, როგორ ფიქრობთ, დაძლევს თუ არა მართველი გუნდი ვეტოს და როგორ უყურებთ მოვლენათა განვითარებას აი ამ კუთხით, მით უმეტეს რომ თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება? დაძლევენ, ბუნებრივია, ალბათ დაძლევენ, მათ ეს განწყობა აქვს და მათთვის ბევრად უფრო კოშმარულია, რომ პრეზიდენტის ვეტო გაატარონ და არ დაძლიონ, ხო, იმიტომ რომ რატომღაც თვლიან რომ ეს წარღვნა დაიწყება მეორე დღესვე. სინამდვილეში რა თქმა უნდა ესე არ არის და პირიქით არის. თუმცა პოლიტიკურად ამით აგებენ, რა თქმა უნდა. აგებენ, იმიტომ რომ ლეგიტიმაციას კარგავენ. აი მუდმივად აი ამ ჭიდაობით და საკუთარი პოლიტიკური ინტერესის ესე რომ ვთქვათ აფიშირებით მუდმივად წინა პლანზე, როდესაც გამოაქვთ, ხალხი ამას უყურებს და რა თქმა უნდა ეს არავის არ მოწონს. და როგორი სურათი შეიძლება მივიღოთ წინა საარჩევნოდ, როდესაც ხელისუფლებას კანონის თვალსაზრისით ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ მან აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვოს, თუმცა საზოგადოების მხრიდან არ არის უკვე ის მხარდაჭერა, რაც მას სჭირდება რეალურად გამარჯვებისთვის. აქ ისე ვიბადება პროფესორ ჩვენ ისე ვდგევართ სუდსა და უარესობის არჩევანის წინაშე, ხო? ჯერ არ არის ფორმირებული რეალური ალტერნატივა, რაზეც არის მოთხოვნა ამ არჩევნებში. მით უმეტეს რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოში არასოდეს არ ითვლებოდა ესე ცენტრალურ არჩევნებს, სადაც ესე რომ ვთქვათ რესურსები ბოლომდე უნდა ჩაიდოს. არჩევანი ისევ არის სუდსა და უარეს შორის, ანუ რესურსების ომთან გვაქვს საქმე, რესურსები ხელისუფლებას ბუნებრივია ოპოზიციაზე მეტი აქვს და აი ესეთ ნეგატიურ არჩევნებზე იგებს ის ვისა, ვინც უკეთესად უფრო მეც გადაიხდის, მოდით ესე ვთქვათ, ხო? ხელისუფლება უფრო მეც გადაიხდის, შესაბამისად მოიგებს.